ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი პერსონაჟი, პერსეფონე, რომელიც ქვესკნელის მეფემ ჰადესმა მოიტაცა და მიცვალებულთა სამეფოში დაატყვევა. პერსეფონეს დედა, ნაყოფიერების ქალღმერთი დემეტრა, მთელ დედამიწაზე ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. დაჭკნა მოსავალი, გაჩნდა შიმშილი და სიღარიბე, თუმცა პერსეფონე არსად ჩანდა. ღმერთებმა ჰადესს მისი ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ ჰადესმა ვერაგ ხერხს მიმართა. მან პერსეფონეს ბროწეულის 6 მარცვალი აჭამა, რითაც საბოლოოდ მიაჯაჭვა ქვესკნელს, ვინც აჩრდილთა სამეფოს ნაყოფს იგემებს, ორ სამყაროს შორის გამოკეტილი რჩება. ყველა ვიცნობთ პერსეფონეს, ემიგრანტ ქალს, რომელსაც მძიმე შრომამ აგემა ბროწეულის მარცვლები და საბოლოოდ მიაჯაჭვა სახლისგან 1000-ობით კილომეტრით მოშორებულ მიწას. ამ პოდკასტში ვყვები ამბებს ემიგრანტ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრება სხვა ადამიანებს მიუძღვნეს. ქალებზე, რომლებიც უცხო მიწიდან ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე. მე თამუნა ჩქარეული ვარ. ეს კი პროექტ 64-ის პოდკასტია. ბროწეულის მარცვლები. მარცვალი მეოთხე. დედები და შვილები. დღეს განსხვავებული მარცვალი მაქვს. როგორც წესი, შორს წასულ ქალებს დისტანციურად ველაპარაკები, მაგრამ დღეს სოფელ დინში მივდივარ, ფულარიანების ოჯახში, დედა-შვილის ჩასაწერად. ლილი ფულარიანი ნოემბერში, ქალების მარშზე გავიცან. მე აქ ვარ როგორც იმიგრანტი დედიშვილი, დედა ჩემი 18 წელი იყო იმიგრაციაში და მისმა იმიგრაციამ მხოლოდ საბაზისო კვების, საბაზისო განათლების და ძალიან მინიმალური პრობლემები მოგვიგვარა. თქვენ გიჭირავთ ახლა ჩემოდანი და საერთოდ ხედავ რომ აქ ქალები ჩემოდნებით არიან მოსულები ამ აქციაზე. აი ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დარჩენილი ქალები, ემიგრანტი ქალების სახელითაც ვამბობთ რომ ჩვენ არ მივდივართ ამ ქვეყნიდან და გვინდა რომ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი. ეს ჩემოდნები მიგვაქვს მასთან რომ ჩაილაგოს რაც გააჩნია, ვინც გააჩნია თავისი კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე და სხვა რუსული რუპორები და წავიდეს ამ ქვეყნიდან. აღმოჩნდა რომ ליლის დედა, რაისა ჯაფარიძე, საქართველოში დაბრუნდა და ახლა სოფელ დინში ცხოვრობს. ქუთაისიდან ליლის მანქანით მივყავარ. დინში მივდივართ. ნინასოულში, მე-19 საუკუნის იმერულ სახლში. ნამდვილი იმერული ეზოა. დედა! დიდი სახლი, წინ ყვავილებით გადაპენტილი მდელო, ქათმები, ვენახი. რაისა ცალკე აშენებული სამზარეულოდან გამოდის. გამარჯობა. მე თამუნა ვარ. და ეგრევე გვეუბნება, რომ პური და ბოსტნეული უნდა წამოგვეღო სუფრისთვის. ანუ, სუფრა გარდაუვალი ამბავია. რაისა ჯაფარიძე, ყოფილი სპორტსმენი, ბადროსა და ბირთვის მტყორცნელი, ხა ეგრეა დედა. მე უკვე ქიმიკოსი და მე უკვე ემიგრანტი და დედა ჩემი. 71 წლის. ჩემი ქალიშვილი. ლილი ფულარიანი, ჟურნალისტი. არა, ჟურნალისტი. დაამთავრა ჟურნალისტიკური უნივერსიტეტი, შემდეგ ასწავლის ციფრულ ტექნოლოგიებს. მაგიდის ერთ მხარეს მე ვზივარ, მეორე მხარეს ორი ქალი, დედა და შვილი. სულ რომ არ ვიცოდე რაისა და ლილი ვინ არიან, მივხვდებოდი რომ დედაშვილია. ორივეს ერთნაირი თვალების ჭრილი და ერთნაირი გულიანი სიცილი აქვს. ეს მიუხედავად იმისა, რომ რაისა ემიგრაციამ შვილებს 18 წლით დააშორა. აი ამ მაგიდასთან ლილიმ და მისმა სამმა უფროსმა დამ ბავშვობა გაატარეს. ეს იყო მათი სამყაროს ცენტრი. ამ ცენტრის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი რაისა. ბედნიერი დედა ვარ, 4 შვილი არიან შეყვარებული სახლზე. სოფელზეც ყველას ეგონა რომ მე მაგალითად 4 გოგო მყავს და გამიფრინდებოდა ახლა შეუხედავი გოგოები ნამდვილად არ მყავდა. ბავშვობაში 16 წლამდე შენაირი გაგიჩერეს მაგასა და აი ახლა ამ ხელა მაგიდა არის გადაშილი ქონდა სულ წიგნები ყველას 4-ვეს. როგორ უნდა უთხრა წამოდი და ვენახში ამახვევი ვენახი არასოდეს არ გითხრეთ ჩემ შვილებზე. მაგრამ ხო და ყვებოდით.
დამყვებოდი ახლა როცა საღამოობით მაინც როცა ის დამჭირდებოდა სიმინდის გამორჩევა მეყარდა ღამე ხოლმე. ხო და წადი არავდი და მარტო რა გაგიშვებდა და მოდიოდნენ ესენიც ბავშვები. ხო და ერთ სიტყვით ვიცოდი რომ რაღაცას მიაღწევდნენ ჩემი ბავშვები რაღაცა და მე ამან გადამაწყვეტია მე წასვლა. ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. ძილის წინ რაისა უმცროს შვილს თმას უწნიდა. სანამ ის დედას სკოლის ამბებს უყვებოდა. ერთი ბიჭი მობაზრდა ბაღში, მითხრა რომ თუ ვინმე გაგაბრაზოს ხიეო. და მაგის მერე ეს ძალიან პირდაპირ. მაგის მერე ვიცოდი რომ შემიძლია გოგოსა შემიძლია თავდაცვა. მაგ სიტყვებმა ძალიან დიდი როლი და გადამტეხი რაღაც მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ხო, კარგი. სწავლითაც კარგად სწავლობდა. კონკურსებში იმარჯვებდა ქუთაისში, დადიოდა მათემატიკის კონტურები იყო ხოლმე და დავყვებოდი მშობლები. ერთ სიტყვით ძალიან გახარებული ვიყავი. ერთი პერიოდი გეოგრაფია უყვარდა ძალიან. სულ ის ქონდა გლობუსი და სულ მეკითხებოდა ხოლმე სად რა არის სადა და მერტის წყალობით გამოვადგა. ახლა მოგზაურობაში არის სულ. ოღონდ პირველი ვინც საზღვარგარეთ წავიდა, რაისა იყო. რაისა მოუსვენარი ქალია. ახლაც მაგიდასთან ძლივს დავსვით. ახალგაზრდობაში ხომ საერთოდ მუდმივად მოძრაობაში იყო. მუშაობდა ფილების ქარხანაში ვარციხეში. მუშაობდა ჩამომსხმელ ქარხანაში საირმეში. თან სახსუვლიდა, თან ვენახს. რაისას ქმარს, ნუგზარს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უკვე ასაკშიც იყო და ამ ჯაფაში რაისა ძირითადად მარტო იყო ჩაბმული. ყველა საქმესთან ერთად 14 წლის განმავლობაში უვლიდა ლოგინად მყოფ დედამთილს და ერთხელაც იფიქრა. საზღვარგარეთაც ხომ მაღაზე მუშაობენ ქალები. რატომაც არ ვცადო მეც? მისი 4 გოგო მალე სტუდენტი გახდებოდა. წავალ მოსინჯა ახლა არ ვიყავი ზარმაცი ქალი რა ხა ბუნებითაც ისეთი ვარ რომ სულ ხუმრობდა ხასიათი კაი მქონდა და იტალიელებს მეტი არ უნდათ. წასვლის გადაწყვეტილება მარტივი არასდროს არაა, მაგრამ რაისამ უყოყმანოდ გაყიდა რუსთავის პატარა ბინა, რომ მის არყოფნაში მევალეები შვილებთან არ მისულიყვნენ და გერმანიის გავლით ფლორენციაში გაემგზავრა. ბილეთი ავიღე თბილისიდან დავემშვიდობი უკან აღარ მომიხედია. საზღვარგარეთ წასულ მშობლებს ხშირად უხსენებიათ ჩემთან საუბრებში, რომ ბავშვებს არ დამშვიდობებიან, უკვე წასულზე დაურეკავთ, ან საერთოდ არ გაუფრთხილებიათ, რომ მიდიოდნენ. ლილი 13 წლის იყო, დედა როცა წავიდა. მე მახსოვს ექსკურსიაზე ვიყავი და ვიცოდი რა პირდა წასვლას ამ პერიოდში, მაგრამ ესე მოულოდნელად რა ექსკურსიაზე ვარ და დამირეკა და დედაო ბილეთი უკვე ვიყიდეო და ხვალ თუზე მივდივარო. ძალიან ისე ელდასავით მეცა, იმიტომ რომ მაინც ვერ ემშვიდობები ეგრე გამოდის და ხო და წავიდა თან რო არც იცი როდის ნახავ. და ეგრე იყო რა, ექსკურსიიდან დავრუნდა, დედაც უკვე წასული იყო. ეს 2007 წელი იყო. ანუ არანაირი ინტერნეტი, მხოლოდ უძვირესი ზარები და გზავნილში ჩადებული წერილები. პირველი სამსახური ყოველთვის მძიმეა და ბებია, რომელსაც რაისა უვლიდა, მუდმივად მის გვერდით ყოფნას ითხოვდა. დავიწყე მუშაობა, გამოუსვლელად, არც ერთი დღე და არ მქონდა დასვენება. აი დალაპარაკების უფლებასაც არ გაძლევდნენ, დალაპარაკებოდი. ჩუმად ღამე, ახლა 2 საათით ხო ჩვენ წინა ვართ. არ წარმოიდგენი ახლა აქ უკვე ღამეა ბავშვებს ხო ვერ გავაღვიძებთ და ხო მე მგონი ეხლაც მაქვს არ ვიცი თუ მაქვს სკაიპამდე დედა არა სკაიპამდე იყო ფურცლები იყო მაგრამ მაშინ მივხვდი რომ გამოსვლის საშუალება არ ქონდა ფურცელი იყო რაღაც სარეკლამო ფურცელი იყო რომელსაც ალაგ-ალაგ ქონდა თეთრი ნაწილები და რაღაც იტალიური სიტყვები ეწერა და იმათ შორის ეწერა ეგ წერილი და სანამ სკაიპი იქნებოდა და რაღაც ტელეფონი იქნებოდა მე თავის პატარა ლეპტოპიც ქონდა და ძალიან მეცინებოდა თან მაგაზე ეს წერილებს უგზავნიდით მოკეთ ერთმანეთს აი ამ ეგრეთ წოდებულ პასილკას რო გზავნიდა ხოლმე იქ ტახტაცმელებში რაღაცებში იყო ხოლმე ჩადებული ეგ წერილები და მეც მაქვს რაღაც წერილი, რომელიც დაუწერა და ეხლა სახშია ხო ეგ წერილი. მაგრამ მე არ მაქვს იმ წერილს წაკითხვის თავი, დედჩი მკითხულობს ხოლმე. წელს ვიპოვე ამის წერილი და მართლა ვიტირე რა. ისე განიცადა. დედის წასვლა. ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, როცა მშობელი ემიგრაციაში ყავს, რაღაცნაირად ეჩვევი და არც კი ფიქრობ, როგორ მოქმედებს შენზე. მხოლოდ მოგვიანებით შეიძლება გაიაზრო, რა დაგაკლდა.
მე ამას წინათ ლაპარაკობდი, მე გავიაზრე რომ ძალიან მასევდიანებს ეს დაბადების დღეები, საკუთარი რა ახალი წელი აღდგომა და რაღაცები და მე დავფიქრდი ეგ იყო რომ იმიტომ რომ მარტო მიწევდა სოფელში ჩამოსვა და რაღაც მარტო მაგ დღეებზე რაღაცებს გამზადება და დიდად არ მიხარო და ის იყო რომ აკეთებდი, მაგრამ დედა რო არ იყო აქ დიდად არ მიხარო და ეგ ამბავ. ბანკეტზე მახსოვს არ მინდოდა წასვა და ვერავის ვერ ვაგებინებდი რატო არ მინდოდა წასვა ბანკეტზე და ეგ მომენტი იყო და თან ის იყო რომ არ მინდოდა რაღაც ბანკეტი ხო ძალიან ძვირადღირებული ამბავია და რაღაცა თქვათ შენი ბანკეტი და რაღაცა ეგეთი ხარჯები ერთი თვით მაინც გაშორებს შობელთან შეხვედრას რა მისი ერთი თვის ხარჯებია და ყველა რაღაც ჩემ თავში ეგეთი ის იყო რა დაანგარიშების ფორმულა მქონდა რაღაც თავში თქვათ რაღაცა რაც მჭირდებოდა რამდენი დღე დამაშორებდა დედაჩემთან შეხვედრას. ლილი უკვე საკმაოდ დიდი იყო რომ გაეაზრებინა ღამეს იმინდის გარჩევას და სამსახურში მუშაობას, რომ ერთი და სტაბილური შემოსავალი სჯობდა. თითქოს ყველაფერი დავაგდა. იზრდებოდა დებთან და მამიდებთან. ჰქონდა ახალი ნივთები სკოლისთვის, მაგრამ საღამოს ამბებს ვერავის უზიარებდა. პირველად შევხვდით 4 წლის მერე სკოლა რო დავამთავრე, საჩუქრად ჩამოვიდა. და რაღაცა ერთ დღესაც რომ მოვდივარ მასწავლებლიდან, რაღაცა ბოლო თვეებში ვემზადებოდი. მასწავლებლიდან გავაყარე და დამხვდა და თან ასე ვხედავ რომ დედაჩემია, მაგრამ თან დედაჩემიც არ არის. რაღაც ინტრო 4 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო. რაღაცა ისეთი იყო რა, ცოტა რაღაცას რო დაკარგავ, აი რაღაცა ძალიან რო გიყვარს რაღაცა რო დაკარგავ და რო იპოვი და რო გიხარია, მაგრამ უკვე ცოტა უცხორო არის, რაღაცა ეგეთი შეგრძნება იყო და ცოტა დრო დაგჭირდა რომ ხო აი სხვანაირად არა, სხეულებრივ დონეზე ვამბობ რა, მანამდე რო ძალიან ვიხუტებოდით ერთმანეთთან გულში მიკრავდა და რაღაცები, ცოტა ისეთი იყო, რაღაცა უხერხულად ვიყავი თავიდან ეს რამდენიმე დღე. რაისა მიზრუნა იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე საბუთები ჰქონოდა. და შეეძლო წელიწადში ერთხელ ჩამოსულიყო ბავშვებთან. მაგრამ ამასობაში მეტი და მეტი ქალი მიდიოდა და რაისა მათაც ეხმარებოდა. ერთხელაც, როცა ნათესავისთვის სამსახურის შოვნაზე ფიქრობდა, იდეა მოუვიდა. პრატოში, სადაც ცხოვრობდა, ქართულ სასადილოს გახსნიდა და ქალს იქ დაასაქმებდა. კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას. როცა ემიგრანტებს დასვენების დღე აქვთ. მოდი მე ვიფიქრებ, ახლა დავიწყებ ასე და მივედი და უთხარი რა პაკისტანის ის იყო რესტორანი. პაკისტანელების იყო. ხო და უთხარი ასე მინდა მეთქი და კი მომბრძანდიო და დავიწყე მე ფინკლების ხაჭაპურები, ლობიანები და კუგდარის კეთება. ხო და ის გოგოც მეხმარებოდა ხა ჩემი ძმისშვილის ცოლი. ხო და მეთქი სანამ დაიწყებს მუშაობას ორ კაპიკს მაინც არ დახარჯავს და აიღებს ბინის ქირას რაღაცას ასე მეთქი და მე შევრჩი და ხო და იყო ხოლმე 40-ს იხდიდნენ გოგოები შემოდიოდნენ ზოგი წლის თავიო ზოგი რაღაც აღნიშნავდნენ რა თუ იმეს რამე ქონდა დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და თავიანთი ჭიას ახარებდნენ რა ეს ერთი დღე მაინც ემიგრანტისთვის ძალიან კაია რა განტვირთვა არის მე საღამოს შევლენ ისე ბებიებთან ასე და სულ ყველა სიტყვის ლაპარაკობდა ოჯახში აი ჩემი ბები ასე შობა ჩემი ბებია ისე შობა აი ამისთან რაღაცებს ვლაპარაკობდნენ მე ერთი ადგებოდა ეთქვა თქვენი ბებიაო და შეგვეშვით ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ ვიტყოდით ხოლმე და მე წამლები კიდე წამლები ხო არ უნდათ ეს მოხუცები რო ის ავადმყოფები ხო ყავთ უნდათ რომ მოარჩინონ და წამლებს უგზავნიან საქართველოსთან ქართულ წამლებს მე ის ხან არც აცალეთო რა სიკვდილი ასე გეტყოდა ისინი ქალები მოდიოდნენ 3 ევროიან ხაჭაპურებს უკვეთავდნენ და თავის ცხოვრებაზე გულს გადაუშლიდნენ რაისას ის კი ყურადღებით უსმენდა და ამხნევებდა. მოკლედ, პაკისტანელებს მიკედლებული ქართული რესტორანი პატარა ფსიქოსაკონსულტაციოდ გადაიქცა. მაგას ლილიც შეესწრო, როცა პირველად ჩამოვიდა დედასთან.
რომ დაიწყო 딜ი, გვიან ღამემდე არ გაჩერდა ქართველები მიდიან, მოდიან და რაღაცა პატარა ის შექმნათ. ამ ვიცი რომ ფლორენციიდანაც დადიოდნენ ხო, შენი კერძების საჭმელად და თან რაღაცა ისეთი ძალიან დიდი ჩემი მასპინძელივით იყო იქ თითქოს ის სამზარეულო მისი იყო და გამოდიოდა ხოლმე ამ ხალხს ეცნობოდა, ელაპარაკებოდა და განსაკუთრებით თვალი მოხდა ის ახალგაზრდებზე მაშინ არ ვიცი 25 წლის ვიყავი რომ ვიყავი მაშინ ცოტა პრომეტის და ჩემზე ბევრად პატარა გოგოებს რო ხედავდი და ჩემს უთხარი რომ მეთქი და ის გოგოებიც აქ არიან და მე მეუბნებოდა რომ ხო ამას 2 თვის ბავშვი ყავს დატოვებული ამას ეს და რომ მიდიან იქ დედაჩემსთან ეხერხება ეს ადამიანებთან კომუნიკაცია და აი პირველად რომ ჩამოდის მე ასე პატარა გოგო ესე უჭირს ასე გონიათ რომ აი იმან რომ ბინა იყიდა ერთმანეთის მიბაძვით 3 წელიწადში ბინა იყიდა ახლა გამოიტანა სესხი გამოიტანა მაგრამ ეს სესხი ხო უნდა გადაიხადო ზოგს ჩადებული აქვს ბინა აქ სესხები აქვს რა ქვია თბილისში ხო და რაკნას უნდა იმუშაონ ძალაუნებურად მაგრამ ამას ხო ნერვები ხო უნდა ზოგს ნერვოზი ემართებოდა აი ეს მტკივა ეს კი არაფერი არ მტკივა შენ და უძახებდი ტელეფონს დავარიგებდი აბა ხო დავფიქრდი რისთვის ჩამოდი იქ რა ქონდა რა იგო და ისა და ეგრე უბრალოდ არ ხდება ხო რა თქმა უნდა მე რო ვეკითხებოდი დედაჩემს რა პრობლემების გამო იყვნენ ახლა მე შეხვედრაში ეს გოგოები ისე ვერ გამეხსნებოდნენ და ძირითადად იყო რომ მათ შორის ნაადრევი ქორწინებაც აი რაღაც ის პატრონს ჩაბარდა კარგ ოჯახში რომ მოეწყო თითქოს გოგო და აღმოჩნდა მერე რომ ну ესე თქვათ რა ვერ მოეწყო რაღაცა ძალადობის შემთხვევები ძალიან ბევრი და ძირითადად მე დედაჩემთან ვლაპარაკობდი ეგ იყო რომ ამ გოგოებს არ ქონდათ მემკვიდრეობა საკუთარი ოჯახიდან აბა დაფიქრდით, რამდენად ხშირია რომ სოფელში მემკვიდრეობა, სახლი და მიწა ქალმა მიიღოს, რომ საკუთარი ფულით ცხოვრობდეს, არა ოჯახის, არა ქმრის. 2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოაქვეყნეს კვლევა გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებაზე საქართველოში. ამ კვლევაში 2 ასეთი კითხვა იყო. თქვენი აზრით ვინ უნდა მიიღოს მემკვიდრეობა? გამოკითხულთა თითქმის მეხუთედმა კაცი დაასახელა. შემდეგ რესპონდენტებს კითხეს: მათ დასახლებასა თუ თემში ვინ იღებდა ხოლმე მემკვიდრეობას? რაზეც უმეტესობამ 46%-მა თქვა რომ კაცი. მიწის ფლობაზე ბოლო მონაცემი 2022 წლიდან გვაქვს. საქსტატის მიხედვით სასოფლო მეურნეობების და მიწის მფლობელების მხოლოდ 18% ქალია. ლილის არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს. სოფლად მცხოვრებ ქალებს ციფრულ უნარჩვევებს ასწავლის და ყვება, რომ ხშირად ცოლები ქმრის სახლს არ ემონტებენ, ან მშობლიურ სახლს უვლიან, რომელიც ძმას დარჩება და ამ სახლს ვერც გაყიდიან და ვერც იპოთეკაში ჩადებენ, რომ მაღაზია, სათბური ან სხვა დამოუკიდებელი საქმე წამოიწყონ. როგორც წესი, ბრძალი ოჯახში სტუმარია, ამიტომ ნაკლები უფლება აქვს. და თუ არ გაგიმართლა, ცუდად გათხოვდი, ქმარი მოძალადეა, სად უნდა გაიქცე უფულოდ, თუ არა ემიგრაციაში. აი ასე მიქცეოდა ქმარი, ისე მიქცეოდა ზოგს აი რაღაცა გაუცხოებულია რა, გინდა ბავში დედა და გინდა ქმარი და ცოლი. ძალიან ესე იგი შორს დგანა რა, ბევრჯერ მარტო ფული გაუგზავნენ და მე არაფერი უნდა იმას. ფული საჭირო მანქანებად არიან ნახე. ხო, აი ამას იძახიან და თანაც მე რას ვიტყვი იცი, გოგოებო ჩვენ რა ვართ იცი, აი სვანეთში ხოლმე ეკლესიაში ვწირავდით, შეიძლება იცოდეთ თქვენც გინდა ცხვარს და გინდა ხბოს და რაღაცას და აი ისე ვართ ახლა ჩვენ შეწირულები ოჯახებიდან თქო. და აბა წარმოიდგინე ახლა, ვისაც ერთი ყავს კიდე არაუშავს და 4 შვილი რო გეყოლება ახლა მეტი, ვისაც უფრო მეტი დახმარება იმას უფრო ეხმარები. ვიცოდი ჩემი ფული სამიდიოდა. ხო და სხვების ფული ახლა მიდიოდა ციხეში. ციხესაც ჩვენ ვინახავდით, სტუდენტებსაც ჩვენ ვინახავდით, ემიგრანტები. შვილები იმისთანები ყავდათ არ ვიცი რა და მე ჩამოვდიოდი მე ყოველ წელიწადს და ზოგ ქალი არ იყო ჩამოსული ახლა დაჟე 8-10 წელი არ ჩამოსულა სახლში. და აგზავნის დოკაპე აგზავნის და რო ჩამოვა რამდენი უკმაყოფილო ჩამოვიდა იცი მე მომიყვებიან ნეტა არ ჩავსულიყავი ჩავედი რა ისა რა უნდა გამეკეთა რო არ წამოსულიყავი ის კომპიუტერშია ის იმაშია ეს ამაშია შეზიხარ და ხარ ასე
და რამდენჯერ უტირია ჩემთან ერთად გოგოებს. მე მგონია რომ ძალიან ხშირად იქაც რომ შეხვედრა და მილაპარაკე ამ ქალებთან რაღაც ერთგვარ ხარკს იხდიან იმისთვის რომ თავისუფლები იყვნენ და თავისუფლები რაში ამ დროს გამოუსვლელს ამ სახლში მაგრამ საკუთარი უთქვათ რომ იქ საკუთარი ოთახი მაინც ქონდა აი დიდი ჩემაც იცის ხოლმე სხვათა შორის აქ სულ რემონტი როგორ და სულ რაღაცების გადაკეთება ამ დროს რომ იქ ქონდა საკუთარი საძინებელი საკუთარი კარადა და ყველაფერი მოწესრიგებული და მართალი არის ხო აქ არ გვაქვს იმდენი საშუალება და არც აქვთ ხოლმე ხო საკუთარი კუთხე იქ უფრო აქვთ და ამბობენ ხოლმე ხანდახან რომ მიუხედავად იმისა რომ გამოკეტილი ვარ აქ ყოფნა მირჩევნია ლილი ამბობს რომ ეს ციკლი შემდეგ თაობაზეც გადადის სახლში ბებია ბაბუასთან დარჩენილ გოგოებს დედის არყოფნაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აწვებათ და ამ ყოფისგან თავის დასაღწევად ან პატარა ასაკში თხოვდებიან ან საზღვარგარეთ მიდიან საქართველოში ბავშვებზე მშობლების ემიგრაციის გავლენა საფუძვლიანად შესწავლილი არაა. უკანასკნელი კვლევა შრომით იმიგრანტების სამშობლოში დარჩენილი ბავშვების საჭიროებებზე ამ წლის აპრილში კივიტას გეორგიკამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოაქვეყნა. ამ კვლევაში საქართველოში საბავშვო ბაღის აღზრდელები გამოკითხეს. მათი დაკვირვებით მშობლის წასვლის შემდეგ ბავშვები უფრო მარტივად ღიზიანდებოდნენ. მარტოობისკენ ჰქონდათ მიდრეკილება და საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ მშობლის ემიგრაციის გამო. აი ქუთაისში მქონდა ბავშვებს ჩაუტარე წერის მასტერკლასი, მეგობრებმა წერონ და დავალება მივეცი რომ დაწერე იმ დღის შესახებ, როცა სიხარულით კი რაღაც გული გაგისკდა. და 90% იყო ემიგრაციიდან დაბრუნებულ მშობელზე ძმაზე, დაზე, ან ბებიაზე და მან რო შემოაღო კარი. და დანარჩენი 1-2 იყო რაღაცა. ჩემი და რო გაჩნდა და ძაღლი რომ მომიყვანე სახლში. თაობებზე გადადის ეგ ტრავმა, ეგ ტკივილი, ეგ გაუცხოება. ძართულია აი ესეთი ტრავმით ცხოვრებმა ადამიანმა შეძლო რომ შედგე პროფესიონალად რაღაცა არ გაბოროტდე, არ დაკარგო სხვების ნდობა. ხშირად ბავშვებს გაუცხოვება აქვთ მშობლებთან. ეს ლილის და რაისას შემთხვევა არაა. მათ გახსნილი ურთიერთობა აქვთ. ყველაფერზე საუბრობენ, ხანდახან კამათობენ, მაგრამ ძირითადად უგებენ ხოლმე ერთმანეთს. დედა ჩემი მეუბნება რომ შენო გამეკეციო. იმიტომ რომ რაღაცა ხასიათის თვისებებიც რაც იმ წლებს ჩამომიყალიბდა და მაგ პერიოდში ერთად არ ვიყავით და არის რომ აი რაღაცები უკვირს ხოლმე რაღაცას რო ვიტყვის, როდის ისწავლეს, როდის მოახერხე და ეგ არის ხოლმე კი და თვითონ ამბობს რომ მეორე დაბრუნდიო მე დავიწყეო თქვენი გაცნობაო უმცროსი შვილების უფრო მეტად და ნელ-ნელა ვეწყობით ხოლმე ერთმანეთს ხანდახან ვერც ვეწყობით ხო დედა განსაკუთრებით ის არის რომ რაღაცა აი აქტივიზმში რო ვარ ჩართული და ჯიუტი რო ვარ და რაღაცებს მათ შორის პოლიტიკურად რაც რო ვითხოვ აი მე დარწმუნებული ვარ რომ დედაჩემს რომ მოუწია წასვლა და ახაც რო უწევთ ქალებს და ის ყველას რო ფეხებზე კიდეთ ეგ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არის მთავრობის მიზანმიმართული ნაბიჯი რომ არა მხოლოდ დედაჩემის თავის ჩვენც ახალგაზრდები წავიდეთ და ვისაც რაღაც ინტელექტუალური რესურსი გვაქვს ან განათლება ან ცოდნა ან მისწრაფება წავიდეთ და რა ვიცი მარწყვლივ ვკრიფოთ გერმანიაში მაგალითად ხო ეგ შრომაც ძალიან დასაფასებელია მაგრამ როცა ამხელა რესურსები გვაქვს და ამდენ შრომობთ ხო ეგ არის მიზანმიმართული პოლიტიკა და ამაზე ვითხოვ პასუხებს ხოლმე და არ მინდა რომ ეგ ვინმეს შერჩეთ, იმიტომ რომ როგორც ოჯახმა სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრეთ ერთად, მარტო იმიტომ რომ ვიღაცებმა ბიუჯეტის ფული ყლიფეს, ვიღაცებმა რაღაცა დედაჩემს ხელფასი არ გადაუხადეს და ამ შემდეგ და ამაზე ადრე თუ გვიან ვიღაცებს პასუხი უნდა მოითხოვოთ. ამაში ძალიან მკაცრი და თანმიმდევრული ვარ და ხანდახან დედაჩემ ისე ჩამომქაშავს ხოლმე კაბაზე თუ რაღაცა. მე ვერ შენ ვერ გაგსარდებ მე გამეკეცი და მე ვერ ზუსტად ესე არის საჭირო მეთქი, იმიტომ რომ მე არ მინდა ემიგრაციაში წასვლა. მე ახლა ეს მეტყვის და დამდგება და მკოცნის და მეუბნება რომ დედა რაც დამაკელიო შენო ახლა უნდა აგინაზღაურო და გაჩერდი. სადაც აი გინდა მეტროში ვიყოთ, გინდა სადაც ყო გამკოცნის, გოგო გაჩერდი გოგო მეთქარი. გამექცა ამ ქვეყანას მაგი ვერ გამოასწორებს და გამექცა რაღაცას ხო იტყვის ხოლმე რომ აი ეგ ხო ფრაზა აქვს სადაც ყველაზე მეტ ვკამათობთ რომ აი შენ ამ ქვეყანას ვერ გამოასწორებ მე ვეუბნები რომ აი შენ ხო ქონდა დაზღვევა ხო ქონდა ნორმალური ანაზღაურება მე-13 ხელფასი შვებულება რაღაცა სტაბილურობის განცდა თუნდაც მაშინაც კი როცა დამლაგებელი მოახლე ამ ზარეული იყავი ხო და ჩვენ ქვეყანაში არ ვიცი რაღაცა ლექტორის სტატუსი შეიძლება ქონდეს პროფესორის არ ვიცი რაღაცა დირექტორის და მეორე დღეს რა სჭამ ის არის ლილი ამას რომ მელაპარაკება,
მახსენდება როგორ გავიცანი ქალების მარშზე, როცა სიმბოლური ჩემოდნებით აღმართში მიდიოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაეყარათ. ფიქრობ იმაზე, რომ მაგ აქციაზე ძირითადად დედები და შვილები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთისთვის იბრძოდნენ და პრინციპში ყველა ქალი ერთმანეთისთვის იბრძვის. ის, ვინც 4 კედლიდან გამოუსვლელად მუშაობს. ვინც აქციაზე მსვლელობას მეგაფონით მიმართავს. ვინც 900 იქით ქართულ სასადილოში მონატრებულ ხაჭაპურს უცხობს სხვა ქალს და მის გულისნადებს უსმენს. დედები და შვილები, რომლებიც ერთდროულად ძალიან ახლოსაც და ძალიან შორსაც არიან ერთმანეთისგან. უკვე ხაჭაპურიც რომ შეიჭამა და ჩაიც დაილიამ, ლილის და რაისას ჩემი საფირმო კითხვა დავუსვი. რა ჩაესმით, როცა საქართველოზე ფიქრობენ? საქართველოს ჩემთვის და სვანეთი ჩემთვის არის ყველაფერი. დილას რო ჩავთავდი სვანურ სიმღერას, ის დღე ჩემთვის ბედნიერება იყო. ტელევიზორში რომ მესმენდი, რადიოში. ახლაც ასე აქ რო ჩავრთო. ჩემი კვარბეტო ქართული მასკენი მეც მევისმინო. ლილე, აი და სხვადასხვა სიმღერები რო იქნება, ის დღე ჩემთვის ბედნიერება. ჩემთვის ახლა დავფიქრდი, რომ საქართველოს ასოცირდება ჩემი სამეგობროს და მეგობრების კისკისთან. აი რა შევიკრიბებთ ხოლმე და რაღაცა ესეთი ძალიან გულიანად და ძალიან ისე თავისუფლად რო ვიცინით და რაზეც გული მწყდება, აი ყველა სამეგობროდან თითქმის 1-2 ან ზოგიერთ სამეგობროს შეიძლება მარტო მე ვარ დარჩენილი, რომელიც ქვეყანაშია. და აი ახლა გავიხსენე, რომ ჩვენ რო ერთად ვიკრიბებთ, აი ეგ იყო რითაც გრძნობდი, რომ აი ამ ქვეყანაში ვარ და მიხარია ყოფნა. ცოტა რაღაცები მაკლდება ხოლმე კისკისები. პროწეულის მარცვლები პროექტ 64-ის პოდკასტია. მე მისი ავტორი ვარ, თამონა ჩქარეული. მადრიდში, პარკში, უცნობი ადამიანი ყავ პასპორტს გაძლევს და ქრება. ეს პასპორტი მექსიკაში ჩაგიყვანს. იქიდან კი სახიფათო გზებით ამერიკაში გადახვალ, მაგრამ არც იქიცი რა დაგხვდება. შემდეგ ეპიზოდში ამ გზას ახალგაზრდა ემიგრანტ ქალთან ერთად გავივლით. პოდკასტზე მუშაობდნენ რედაქტორები გიორგი გოგუა, იანა ყორბეზაშვილი. ილუსტრაციების ავტორია გვანცა კვანტალიანი. ანიმაცია შექმნა ეკაჩო კიკალიშვილმა. ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ტატო ჯინჯიხაძეს. ციფრული პლატფორმების მენეჯერია სალომე ძნელაძე. მოგვისმინეთ Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. გამიზიარეთ თქვენი აზრი და მომწერეთ თუ ემიგრაციაზე საინტერესო ამბავი გაქვთ მოსაყოლი. მე ყველა გამოხმაურებას ვკითხულობ. მომავალ ეპიზოდამდე.